Ირიადი სასამართლო პროცესი დღეს რამდენიმე წუთში დასრულდება, რადგან პროკურატურამ უკვე პრაქტიკულად დაასრულა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში სახელმწიფო მბრალდებელი აჩვენებდა სასამართლო პროცესზე იმ კადრებს, რომელიც ტელეპიროლის ეთერში გადაიცემოდა სწორედ 4 ოქტომბერს საღამოს 6 საათიდან ღამის 2 საათამდე გადახვევის რეჟიმში აყურებინებდა პროკურორი მოსამართლეს და დამსწრეს საზოგადოებას რა ხდებოდა 4 ოქტომბერს ტელეპიროლის ეთერში, რა განცხადებებს აკეთებდნენ დიდი შეკრების ორგანიზატორების ხდომათა დარბაზში, ასევე აჩვენეს კადრები, როგორ ვითარდებოდა პროცესები ორბელიანის სასახლესთან. სხვათა შორის ამ დროს სწორედ ერთ-ერთმა ადვოკატმა შენიშნა, რომ ღობე ხამუთით იყო დამაგრებული და მიუთითა მოსამართლეს, რომ ეს მასაც კარგად დაენახა და აღებეჭდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ განმარტება გააკეთა, რომ სასამართლო ყველაზე კარგად ხედავს რა როგორ არის და აუცილებლად გაითვალისწინებენ ყველაფერს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იმ ჩანაწერში, რომელიც დღეს არადგინა სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში, 14 ბრალდებულიდან, რომლებიც ამ საქმეში არიან დაკავებული და რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე იყვნენ, არც ერთი ბრალდებული არც ერთხელ კაცში არ გამოჩენილა. შესაბამისად, ბრალდებულებს ჰქონდათ პრეტენზია, რატომ იკვლევდნენ ისეთ ჩანაწერს, რომელშიც ისინი საერთოდ არ ფიგურირებდნენ. დაინახეთ, ხამუთი ჩამოვარდა. დაზიანებული იყო და შესაკეთებლად მივიდნენ? ამას ბრძანებთ, ამას მეუბნებით? ქალბატონი მარიამი ადგილზე იყო და უკეთ დაინახავდა. თუ მხარეებს რამე გამოეპარათ, სასამართლოს არ გამოეპარება. საკალათო სასამართლოში ამ წუთებში უნდა გამოვიკვლიოთ კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილი იყო თუ როგორ მოხდა მურთაზოდელავას, ასევე ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯღალაძის, პაატა ბურჭულაძის, ასევე ლაშაბერიძის დაკავება, თუმცა უდაოდ გაუხადა ეს მტკიცებულება დღეს სახელმწიფო ბრალდებას ადვოკატებმა და ბრალდებულებმა, რადგან როგორც გითხარით, ისინი ამ კადრებში არ ფიგურირებდნენ. პროკურატურამ დადო პირობა, რომ შემდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც ორშაბათს გაიმართება და ყოველ ორშაბათს გაიმართება 14 პირის სასამართლოს ხდომები, მოიტანენ ჩანაწერებს, სადაც უკვე ბრალდებულები გამოჩნდებიან. ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ იმ კადრებში, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას ამ საქმეში აქვს ჩადებული, მათი დანაშაული არ მტკიცდება. შესაბამისად, ელოდებიან ორშაბათს და კადრებს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება წარადგენს სასამართლოში. სულ რამდენიმე წამში დასრულდება სასამართლოს ხდომა, გაკეთდება ბუნებრივია მხარეების მხრიდან შეფასებები დღეს მოტანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ბრალდებას ხელში ჩასაჭირი არაფერი აქვს ამ საქმეზე. პროკურატურა ამბობს, რომ 150 მოწმე არის დასაკითხი, მათ შორის არიან დაშავებული პოლიციელები და ექსპერტები.